ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ დღეს საქართველოს იბრძვის სახელმწიფოს გადასარჩენად, დემოკრატიის გადასარჩენად, ყოველგვარ ეჭვგარეშია ეს, მან შეადარა დღევანდელი დღეები 1921 წელს და ვფიქრობ, რომ ეს სწორი შედარებაა. უბრალოდ შანსი იმის, რომ ჩვენ ამჯერზე გავიმარჯვოთ, გაცილებით მაღალია, ცხადია. და ეს შანსი პირველ რიგში უკავშირდება სწორედ აი ამ ხალხს, რომელიც მიუხედავად სიცივისა, უკვე 3 კვირა ფაქტიურად და აი ამ ასე ვთქვათ, დარბევების, წამების, არაადამიანური მოპყრობის, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ხალხი ვხედავთ, რომ არ ჩერდება, პროტესტი არ ჩერდება და საულმე ზურაბიშვილის ხმა დღეს ევროპაში ისმოდა სწორედ ვფიქრობ ამ ხალხის სახელით პირველ რიგში. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოწოდება, რომ ევროპა მეტი უნდა გააკეთოს მხარდასაჭერად ამ ხალხის ბრძოლის, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ყველას გვესმოდეს, ჩვენ არ ვებრძვით ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ უპირისპირდებით რუსეთს, უპირისპირდებით რუსეთის მცდელობას, რომ საბოლოოდ დაამყაროს რუსული, ასე ვთქვათ, კონტროლი მთლიანად ჩვენს რეგიონზე და თბილისი და საქართველო არის შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის, რა თქმა უნდა, სამიზნე და ეს ყველაფერი რომ მოისმინა ევროპამ და მოისმინა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტისგან, მოისმინა ის, რომ ის არ უნდა გახდეს უკანასკნელი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ მიხეილ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მას არც არავინ არ მიულოცა, არჩევნები და არც არავინ არ მიულოცავს. და ეს ყველაფერი რომ უნდა დასრულდეს იმით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და კონსტიტუციის ფარგლებში დაბრუნდეს ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება, ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საულმე ზურაბიშვილის მხრიდან, რომელიც ევროკავშირში გაჟღერდა. რამდენად იქნება სწრაფი რეაგირება, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილმაც იქ მოითხოვა მეტი ქმედება და მათგანაც მოვისმინეთ, ხო, რობერტა მეცოლა, რომელმაც გვესმის თქვენი ხედავთო, გვეუბნებიან, მაგრამ აი რა უნდა იყოს ეს უფრო სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები და რამდენად სწრაფად უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი? სწრაფად უნდა გაკეთდეს ის, რომ უნდა სამიზნე უნდა იყოს რეჟიმი და მის ფინანსური ინტერესები, არ არის საკმარისი მხოლოდ სავიზო შეზღუდვები და მით უმეტეს მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვები. უნდა ევროკავშირმაც და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც ძალიან სწრაფად შეიყვანონ ივანიშვილი და რეჟიმის შესაბამისი წარმომადგენლები გლობალური მაგნიტსკის აქტის სანქციების სიაში. თქვენ იცით, რომ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე ევროკავშირს აქვს ეს მექანიზმი. ეს ნიშნავს იმას, რომ სამუდამოდ ფაქტიურად ეს ხალხი მოექცევა შავ სიაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეზღუდონ მათი ყველანაირი ფინანსური აქტივობა, იმიტომ რომ არაფერი სხვა არ აინტერესებს ამ ხალხს საკუთარი ფულის და კეთილდღეობის გამო გაყიდეს სამშობლო ივანიშვილმა და მისმა ქვეშევრდომებმა. ამიტომ ცხადია, რომ სწორედ ეს უნდა იყოს სამიზნე დასავლეთის. ჩემთვის დამაიმედებელია ის განცხადებები, რაც კეთდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში იწყებენ მუშაობას სანქცირებაზე. დამაიმედებელია ის გზავნილი, რაც ვაშინგტონში მოვისმინეთ, რომ მზადდება სანქციების ახალი პაკეტი, მაგრამ უნდა ყველას ესმოდეს, რომ ჩვენ გვესმის, ხო, აი მაგალითად ლუკაშენკომ, როდესაც გააუქმა საბოლოოდ ყველანაირი შანსი დემოკრატიის ბელარუსში, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ევროკავშირს, რომ სანქციები შეემუშავებინა ლუკაშენკოს რეჟიმის სანქცირებისთვის, იმიტომ რომ ერთობლივ გადაწყვეტილებებს სჭირდება დრო. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ უნდა დაკარგონ დრო ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, როგორც ბალტიელებმა დაიწყეს მოქმედება, ესე უნდა გაგრძელდეს. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს სანქციები უნდა იყოს აუცილებლად მათ შორის ფინანსური ხასიათის და ძალიან კარგია ის, რომ სიმართლის საუბარი დაიწყო ხმამაღლა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, იმიტომ რომ ქართული ოცნების რუსული პროპაგანდის ხერპლი ვინც არის დღემდე ამ ხალხმაც უნდა გაიგოს, რომ მათ ატყუებს ეს უსინდისო ხელისუფლება და საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტები, ყველა ბერკეტი უნდა ამუშავდეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც აი ჩვენს ქვეყანაშიც კი სადაც ჩვენ გვახსოვს ამ ხელისუფლების პირობებშიც, წინა ხელისუფლების პირობებშიც დარბეული მიტინგიც გვახსოვს და დაშავებული მოქალაქეებიც, მაგრამ ის სისტემატიური ძალადობა
წამება და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რაც ეხლა უკვე ვლინდება იმ ანგარიშებით, რასაც აქვეყნებენ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები, ესეთი უპრეცედენტო სისტემატიზირებული ტერორისტელობა საკუთარი საზოგადოების არავის არ გაუბედავს ქართველი ხალხისთვის. კი, ნამდვილად უნდა დაგეთანხმოთ. უნდა დაისაჯოს და აუცილებლად მე მინდა რომ ყველას უთხრა, ვინც ამაში მონაწილეობს. რომ ამ ქვეყანაში იქნება ახალი არჩევნები, ამ ქვეყანას ეყოლება დემოკრატიული მთავრობა, ამ ქვეყანას ეყოლება აუცილებლად დამოუკიდებელი პროკურატურა, დამოუკიდებელი სასამართლო და ყველაფერი ის დოკუმენტაცია, რაც ახლა იქნება ამ დანაშაულებზე, გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის მოსათხოვად, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის იმ ხალხისთვის, ვინც გაუბედა ჩვენს მოქალაქეებს ეს ორგანიზებული რუსული ტერორის ჩატარება გასული 2 კვირის მანძილზე იმისთვის, რომ ჩაახშოს ის ძალიან სამართლიანი პროტესტი, რომელიც რაც თავარია ვხედავთ, რომ ასად არ მიდის მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმი აშკარად ცდილობს დროის გაწელვას და მათ ეს აი რაღაც 20 იანვარი აქვთ აღებული, არ ვიცი, რაღაც ხაზია მათთვის ეთყობა რუბიკონი, სავარაუდოდ რატომ და რისთვის და აბსოლუტურად უსაფუძვლო, როგორც მე თქვენგანაც არაერთხელ მომისმენია სხვათა შორის, მაგრამ ფიქრობთ, რომ ცდილობენ ისინი დროის გაწელვას და ექნებათ შესაძლებლობა, რომ აი ეს დრო გამოიყენონ თავის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, მათ არავინ არ ესაუბრება, ჩვენ ვხედავთ, მათ არ აქვთ აღიარება, მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია, ამას ყველაფერს ვხედავთ, ტყუილში ამხელენ და ეს აი ალბათ აი თქვენი აზრით, თქვენ წეღან ახსენეთ კიდეც უდიდესი სირცხვილია, როდესაც პრემიერად წოდებულს, თუმცა აი ამ ქვეყნის პრემიერს არქმევს ის საკუთარ თავს და ამ დროს სამი ქვეყნის განცხადება გავრცელდა გუშინ, სადაც ტყუილში ამხილეს და პლატფორმა X-ზე საერთოდ fake news-ების გამავრცელებლად არის უკვე კობახიძე დასახელებული. აი ეს დროის გაწელვა რაში სჭირდება ივანიშვილს? მას უწევს თუ არა ადრე თუ გვიან აი ამ მოთხოვნების ორი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ესენი ხო რეალურად მუშაობენ, რა არის, ანუ ჩვენი რეალობა ხო რა არის, რომ საქართველოში შანსი არ აქვს, არანაირი შანსი არ აქვს, არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის ღიად რუსული, რომ ამ ქვეყანაში გაითიშა მე მგონი სალომესთან გავაგზელებთ საუბარს, გადაურეკავთ, იცით თქვენ რომ ტელევიზიაში ასე ხდება, როდესაც პირდაპირ ჩართვა რაღაც დროის შემდეგ წყდება ხოლმე კავშირი და სალომე სამადაშვილი კვლავ დაგვებრუნდება პირდაპირ ეთერში და აუცილებლად უნდა ვკითხო მას ვეფხია კასრაძის თაობაზეც. სალომე უკვე მზად არის, შეგვიძლია გავაგზავნოთ საუბარი. სალომე, გისმენთ? ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში, საქართველოში და ეს შეშლება ყველას, რომ გონიათ, რომ ეს რუსეთია და ბელარუსია და ჩვენ რუსები ვართ და ჩვენ რუსული ხელისუფლება გვაქვს, მაგრამ რუსები არ არიან ქართველები და ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, რაღაცა ეროვნული ხასიათი, მათ შორის არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და ამიტომ არავინ არ აპირებს არაფრის დათმობას და ღიად რუსულ ძალას ამ ქვეყანაში არასდროს არ ქონია შანსი ხელისუფლებაში ყოფნის. ამიტომ არის, რომ ქართული ოცნება ატყუებს ხალხს და ცდილობს დღესაც, რომ მოატყუოს, აი ნახეთ ხო, რომ თითქოს ვიღაცა გარდა რუსეთის მოკავშირე, პირდაპირ რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებისა, ორ ქვეყანაში, ევროკავშირში, უნგრეთში და სლოვაკეთში, მათ რაღაცა მხარს უჭერს და ღიად ამხილეს ისინი ტყუილში. ასეთივე ტყუილია ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემთხვევაში რაიმე შანსი აქვს ივანიშვილს მისთვის სასიკეთოდ შეიცვალოს პოზიციონირება ამერიკამ, იმიტომ რომ ამერიკა ჩვენი რეგიონიდან სტრატეგიული გასვლა, ეს არის სისუსტის დემონსტრირება და არ მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავდეს სისუსტის დემონსტრირებით დაიწყოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ამიტომ ეს არის უბრალოდ ტყუილი და ნუ რამდენიმე კვირის აი ამ ტყუილებით მოგების მცდელობა. მეტი ეს არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ ნახავთ, რომ ძალიან მიზანმიმართული და რაც თავარია, ასე ვთქვათ, მუდმივი ბრძოლის რეჟიმში ქვეყნის
შიგნით და ქვეყნის გარეთ ივანიშვილს მოუწევს რომ კი და ბოლო კითხვას დაგისვათ სალომე ისე ვერ გაგიშვებთ აუცილებლად უნდა კითხოთ ვეფხია კასრაძეზე რომელიც შიმშილობს რომ ის არის ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წევრი მას ბრალი აქვს წაყენებული უკანონოდ არის რა თქმა უნდა დაკავებული ჯგუფურ ძალადობას თუ ორგანიზებას ედავებიან და ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ძალიან პატრიოტი ადამიანი მე მას პირადად არ ვიცნობ მაგრამ დავათვალიერე მისი გვერდიც და მოკლედ მართლაც ძალიან პატრიოტი და ამ ქვეყნის მოყვარული ადამიანი და გუშინ გამოაცხადა თუ არ ვწდები უვადო შიმშილობა. რა სიტყვით როგორ უნდა დავიხსნათ ეს ადამიანები აი ამ რეჟიმის კლანჭებისგან? რა თქმა უნდა ჩვენ ვეფხია კასრაძე არის ჩვენი თანაპარტიელი და ამიტომ რა თქმა უნდა გავაკეთეთ მასზე ცალკე განცხადება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა უკანონო პოლიტპატიმრის გათავისუფლება და არ გვიყვარს რომ ჩვენი თანაპარტიელი იქნა სამიზნედ ამოღებული რუსული რეჟიმის მიერ, იმიტომ რომ ეს ადამიანი იბრძოდა ყველა ომში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ვაწარმოეთ ჩვენ თავდაცვითი ომები გასულ წლებში და დღესაც ის ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ არის ფრონტის წინა ხაზზე, როდესაც არტოვებს საკუთარ სახლს და საკუთარ მიწას საოკუპაციო ზოლის მიმდებარე რეგიონში. და რა თქმა უნდა, რომ ესეთი ადამიანი იქნებოდა სამიზნე ამ რეჟიმისთვის, მას ის არის სრულიად შეთითხნილი ბრალდებით დაპატიმრებული, ისევე როგორც 500-მდე სხვა საქართველოს მოქალაქე და ჩვენი მოთხოვნა რა თქმა უნდა არის მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება, თუმცა ამასთან ერთად ძლიერი საქართველოს პოზიცია არის ძალიან ცხადი. ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პროტესტანტი 500-მდე ადამიანი ეს მართლაც წარმოუდგენელი რაოდენობა არის ასე ვთქვათ ტყვეების რაოდენობის რომელიც რუსულმა რეჟიმმა აიყვანა ამ აქციების დროს ყველა უნდა იქნას გათავისუფლებული და უნდა დაინიშნოს ქვეყანაში ახალი სამართლიანი თავისუფალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა დღეს ჩვენი სახელმწიფოს გადასარჩენად. მადლობა.